გუშინ ძალიან საინტერესო მოვლენებს ვადევნებდით სუსში 6 საათიანი გამოკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ გამოკითხვა ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებულ რისკებს შეეხებოდა. განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი, ალბათ იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველოს ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ თანამშრომლობთ ჩვენ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალურად და უმწურავი ინფორმაცია მივეცით და შესაბამისად ამას რა თქმა უნდა დაჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო, იმიტომ რომ იყო კითხვები, რამდენად ეს ჩვენი აქტიური ამ კუთხით მონაწილეობა შეიძლება ჩვენ მომარაგების კუთხით ქმნიდეს გარკვეულ რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განვიხილეთ ის, რომ მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება და რეალურად ეს ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელსაც გარკვეული ვადები აქვს, გარკვეული ხელშეკრულებები ჩვენ გრძელვადიანად გარანტირებული ვართ, გარკვეული ხელშეკრულებების რა თქმა უნდა გაგრძელებაა საჭირო და გადახედვაა და ეს საკითხებიც განვიხილეთ. მალევე მამუკა მდინარაძის უწყებამ ყოფილი ვიცე-პრემიერი დავითაშვილი უზუსტობაში ამხილა, აი რა ეწერა სუსის განცხადებაში. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე აქ საკითხები რომ განეხილა. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზედაც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას. ამ კუთხით რისკები გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი. თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ გამოკითხული პირის თანხმობით გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს გაზმომარაგების კონტრაქტთან დაკავშირებით, რამაც სავარაუდოდ საქართველოსთვის პირობები გააუარესა. ოცნების მაღალჩინოსნების სუსში დაბარება მე მგონი აღარ არის გვიგურს იმ ფონზე, როცა ყოფილი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, სუსის უფროსი და ასე შემდეგ ყველა დანაშაულში ოფიციალურად არის მხილებული. ამ ფონზე საქართველოს ქულა კორუფციის საქმის 2025 წლის ინდექსში გაუარესებულია. ჯამში 2012 წლის შემდეგ მიმდინარე ინდექსში 50 ქვეყნის ქულა გაუარესდა, 100 ქვეყნის ქულა უცვლელი დარჩა, 31 ქვეყნის კი გაუმჯობესდა. რეგიონალურ ჭრილში თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე დაბალი კორუფციაა. საქართველოს რეგიონი, აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია ბოლოდან მეორეა. 2025 წლის ინდექსს რამდენიმე საინტერესო მიგნება აქვს. მაგალითად, აი ამ გრაფიკაზე ახლა კარგად ჩანს დემოკრატიის ხარისხსა და კორუფციის დონეს შორის კავშირი. ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყნებში კორუფციის კონტროლი გაცილებით უფრო ეფექტიანია, ვიდრე არასრულყოფილი დემოკრატიების და ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნებში. შემდეგ გრაფიკაზე სამოქალაქო თავისუფლების ხარისხის და კორუფციის დონის კავშირს ხედავთ. იმ ქვეყნებში, სადაც უფრო ღია სამოქალაქო სივრცეა, კორუფციის დონეც უფრო დაბალია. რაც უფრო მეტად იზღუდება ეს სივრცე, მით უფრო სტაბილურად უარესდება კორუფციის აღქმა, რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ თავისუფლების შეზღუდვას როგორც წესი თან ერთვის ანტიკორუფციული გარემოს გაუარესება. 2025 წლის ინდექსში საქართველო გამოყოფილია როგორც მაგალითი, თუ როგორ უწყობს ხელს დემოკრატიული უსვლა კორუფციის რისკების ზრდას. მართლმა პარტიამ შემოიღო ეგრეთ წოდებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონი და გრანტების კანონი, ორივე ანტიდემოკრატიული ზომაა, რომელიც კრიმინალიზაციას უკეთებს არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობას და დამოუკიდებელ ხმებს უცხოელ აგენტებად მიიჩნევს. ქართულმა ოცნებამ ასევე გააძლიერა კამპანია განსხვავებული აზრის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, მედიის შეზღუდვების, არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევის გზით. 2024 წლის სადავო არჩევნებისა და ევროკავშირში წევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლები ამჟამად აღწერენ საქართველოს მმართველობას როგორც ავტორიტარულ შემოbrunებას გადაწყვეტილებებით, რომლებიც კრძალავს ოპოზიციურ პარტიებს და აღრმავებს პოლიტიკურ კონტროლს საჯარო სამსახურზე, პოლიციასა და სასამართლო სისტემაზე. ეს მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციის რისკებს და აზიანებს საქართველოს საზოგადოებას მთლიანობაში.
რომ შევაჯამოთ საქართველოს გულა 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში 50-ია 100-დან. რაც შეეხება ინდექსში ქვეყნის პოზიციას, ის 3 პუნქტითაა გაუარესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიმდინარე ინდექსში 182 ქვეყანას შორის 56 ადგილს იკავებს. ახლა აკვირდებით თქვენ ქულების ცვლილებას 2012 წლიდან მოყოლებული, რაც უფრო ახლოა 100-თან ქულა, ანუ რაც უფრო მაღალია, მით უფრო დაბალია ქვეყანაში კორუფციის დონე და მისი აღქმა. ამ გრაფიკას თუ შეხედავთ 2012-2025 წლებში, ანუ ქართული ოცნების მთელი მმართველობის პერიოდში, კორუფციის დონე საშუალოდ 54 ქულით იყო შეფასებული. 2025 წლის ინდექსში საქართველოს ყველაზე დაბალი ქულითაა შეფასებული.